თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სალიგაძემ 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული 8 პირის ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსა ფალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის განაჩენი ძალაში დატოვა. მოსამართლეს სათათბიროდ არ გასულა, მან გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ ადგილზევე გამოაცხადა. დღევანდელ წვდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვით თავად მსჯავრდებულთა ნაწილი წარსდგა. ვრცელი გამოსვლა ჰქონდა ზვიად ცეცხლაძეს, მან დეტალურად მიმოიხილა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თქვა, რომ ისინი ურთიერთგამომრიცხავი და არასანდოა. დაპატიმრებული სტუდენტის თქმით, მისი უდანაშაულობა აშკარაა და საქმის სამართლებრივი განხილვა აუცილებლად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგრძელდება. პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და თორნიკე გოშაძემაც. ჩემი დაკავება 4 დეკემბერს მოხდა უნივერსიტეტთან. პირადი ჩხრეკის დროს ვერაფერი ვერ იპოვეს, რის შემდეგაც მომათავსეს მანქანაში, სადაც რამდენიმე საათი ვიმყოფებოდი. მოწმემ კი განაცხადა, რომ მე არა დაკავებული, არამედ შეჩერებული ვიყავი, თუმცა გადაადგილების საშუალება არ მქონია. სახლში ჩხრეკის დროს აალებადი ნივთიერებები ჩამიდეს. ადვოკატი ჩხრეკას არ დაასწრეს. ჩხრეკის ოკმს კი ხელი არ მოვაწერე. ჩემს წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმპცია კი არ დაირღვა, არამედ გაიყიდა. რიგი პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ კრიმინალები ვიყავით. ზია ამაღლობელზე გამოვიდა პრემიერ-მინისტრის პოსტის დამკავებელი ადამიანი და თქვა, დავალება მიიღო, რომ პოლიციელისთვის დაერტყაო. რუსთავიორმა მთელი სიუჟეტი მომიწყნა, როგორ დავგეგმე ტერორისტული აქტი. ეს არის იმიჯის მიზანმიმართული შელახვა. ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა და ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში. ჩემი როგორც აქტივისტის მიზანი დესტაბილიზაციის შემოტანა კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა. როგორც მომავალი იურისტს, მინდა რომ სასამართლო ყველაზე ძლიერი იყოს. მე გადაწყვეტილებებს არ ვიღებ სხვების მოწოდებით, არც დანაშაულის აღიარების მეშინია და მრცხვენია. რომ აღიარო და მოინანიო, ამისთვის დანაშაული უნდა გქონდეს ჩადენილი. იმდენად უაზროა და შეუსაბამო თქვენი ბრალდება, ჩემი არაღიარება კი არა, აღიარება უნდა გაგიკვირდეთ. რაც შეეხება შეწყალებას, ჩემი შეწყალების უფლება ყაველაშვილს არ აქვს. ყოველ შემთხვევაში მე მას ამის უფლებას არ ვაძლევ. ეს არის ჩემი პოზიცია და არა საერთო დამოკიდებულება. არავისი განსასაზღვრია, რომელიმე პატიმარი თუ მოითხოვს შეწყალებას და არც ის, თუ არ მოითხოვს. კერპის შექმნით საკუთარი თავებისთვის ბიძინა ივანიშვილის სახით. კაცი კაცია და ქალი ქალია კი არა, ბავშვებს მიეცით წამალი. ბავშვების სიცოცხლე ყველა თქვენგანზე მნიშვნელოვანია. რა გინდათ ისეთი ქვეყანა, სადაც ბავშვებს ეუბნებიან მძიმე ტვირთი ხარ ქვეყნისთვისო. 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დემონსტრანტებს თავდაპირველი ბრალი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ბრალდებით, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი 5 კი ამავე მუხლით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო-დამნაშავედ და 2 წელი მიუსაჯა. პატიმრობაში მყოფი პროტესტის მონაწილეების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მჭედლიშვილის გამომტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა სასჯელის დანიშვნას თავდაპირველად წარდგენილი 225 მუხლით ითხოვდა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახე და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.